როგორ დავამუშავოთ ვენერა? ზოგადად პლანეტების დამუშავება ხდება ინდივიდუალური რუკის მიხედვით, ანუ მდებარეობის მიხედვით, სახლში მდებარეობის მიხედვით, ნიშანში მდებარეობის მიხედვით, ასპექტების მიხედვით, გაითვალისწინება რამდენად დაზიანებული არის პლანეტა, რომელი სახლის მმართველია, რომელი სახლის თემებში მონაწილეობს. მაგრამ ზოგადი ისეთ შეიძლება ესე ვთქვათ დამუშავება ზოგადი მონაცემების მიხედვით. ნუ ვენერა ამ შემთხვევაში როგორც ფინანსებს მართავს, მეორე სახლის დისპოზიტორი, სიყვარული, გრძნობები, ემოციები, ეს თემები არის და შესაბამისად ვენერას ესე ზოგადი დამუშავება მოხდება ამ მიმართულებით. ანუ თქვენ დაამუშავებთ ვენერას ყოველთვის, როდესაც საკუთარ თავზე იზრუნებთ გარეგნობაზე, თუ ჩაიცვამთ ისე როგორც მიღებული არის, აი სტილის მიხედვით, რაღაც ფერების შეხამება, ლამაზად ჩაცმა, აი ამის მიხედვით, თუ ადამიანს აცვია ლამაზად, ესე იგი ეს ადამიანი ამუშავებს ვენერას. ანუ უკვე დამუშავებული აქვს, ნუ პროცესში არის. შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ ბოლომდე პლანეტის დამუშავება არ ხდება ზოგადად, ანუ სულ არის რაღაც დასამუშავებელი. შესაბამისად, თუ იგრძნობთ საკუთარ გარეგნობაზე, ჩაცმულობაზე, ატარებთ ლამაზ აქსესუარებს, მაკიაჟი, აი ესეთი თემები, ამ მიმართულებით განვითარება, სილამაზის აღქმასთან დაკავშირებით, თქვენ უნდა ისწავლოთ, როგორ უნდა ჩაიცვათ ლამაზად, რა უნდა ატაროთ, რომ თქვენთვის იყოს ლამაზი, ანუ შეგეხამებოდეთ, შეგეფერებოდეთ ესე. იგივენაირად საკუთარ ფინანსებზე ზრუნვა ასევე დაგიმუშავებთ ვენერას. თუ ადამიანი ცდილობს ობიექტურად, სწორად გადაანაწილოს თანხა, შეინახოს თავის დროზე საკმარისი, დახარჯოს საკმარისი, რომ ზედმეტი ხარჯვა არ მოუვიდეს, ზედმეტად წუწურაკი არ იყოს, აი ესეც იგივენაირად გიმუშავებთ ვენერას. ურთიერთობები. თუ რაც უფრო მეტად ისწავლით სხვების გრძნობების მიღებას, სწორად ემოციების გამოხატვას, სითბოს გაცემას, ესეც იგივენაირად ამუშავებს ვენერას. ანუ თუ შენ ცდილობ ურთიერთობაში იყო უფრო თბილი, იყო უფრო გამგები, უფრო სწორად გამოხატო შენი ემოციები, უფრო ხშირად გამოხატო ემოციები, დადებითი ემოციები. ესეთ შემთხვევაში იგულისხმება, რომ თქვენ ამუშავებთ ვენერას.